რას გიმზადებთ სექტემბერი? მოგესალმებით. მადლობა თითოეულ გამომწერს, მადლობა თითოეულ აქტიურ გამომწერს. ჩემს მსმენელს, რომლებიც მოდიხართ ჩემს სივრცეში, ისმენთ ინფორმაციას, იცით რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთობა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიების ურთიერთგაცვლისა და სიმბიოზისა და ბალანსის პრინციპი, რადგან ეს მე ვიქნები თუ ნებისმიერი სხვა არხი, გვერდი, სივრცე, სადაც ინფორმაციას ისმენთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იყენებთ ადამიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ორიენტირს იღებთ ხო მისგან, გარკვეულ მიმართულებებს ცვლით, რაღაცებს გეგმავთ, მოკლედ საჯარო გაშლები, რომლებიც ცვლიან თქვენს ცხოვრებას, ელემენტარული მადლიერება არ უნდა დაგვაწყდეს. ჩემთვის პირადად ყველაზე დიდი მადლიერება ეს არის გაზიარება. და თქვენი გულწრფელი დალოცვა. თქვენი გულწრფელი დალოცვა, როდესაც მლოცავთ დედაბუნების სახელით. რადგან იცით, რომ დალოცვის ეს ფორმა ჩემთან ყველაზე ახლოს არის. კეთილი. ურთიერთობებზე ვისაუბრეთ და ვნახოთ საჯარო გაშლა თემით. სექტემბერი რას გიმზადებთ? სექტემბერი რას გიმზადებთ ჩემს მსმენელს? ეს გიმზადებთ სექტემბერი. მოთავსდით თქვენთვის საყვარელ კომფორტულ სივრცეში და გავიგოთ ინფორმაცია სექტემბერში. რუსეთ სექტემბერი რას გიმზადებთ? პირველი ვარიანტი. რას გიმზადებთ სექტემბერი? მეორე ვარიანტი. რას გიმზადებთ სექტემბერი? და მესამე ვარიანტი. რას გიმზადებთ სექტემბერი? ლაბორატორიდი. დახვედილი ქვა. და ამონიტი. დახუჭეთ თვალები და დასვით კითხვა. რას მიმზადებს სექტემბერი? უფრო მეტი მაგიურ, ოკულტური და შემეცნებითი პროცესებისთვის შეგიძლიათ შემოგწანდეთ დახურულ ჯგუფში, რადგან კარგად იცით, რომ პრაქტიკული მხარე სწავლებების პროცესები ყველაფერი აბსოლუტურად შემოფარგლულია დახურულ ჯგუფში, იქ არის, იქ იცვლება ყველაფერი. ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, მზის კარი ქვია ჯგუფს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ დამატება, ჯგუფის ადმინი გამოგიგზავნით მეგობრობას, გაგესაუბრებთ. ამის შეიძლება თუ რა დასჭირდეს, რა თქმა უნდა და შემდგომ უკვე გახდეთ ჯგუფის სრულფასოვანი წევრი, იქამდე სადამდე თქვენი სურვილია ეს. რაც შეეხება ჯგუფში ერთმანეთთან ურთიერთობების პრინციპს, ამას ყველაფერს ჩემი კოდური ვიდეოთი მოისმენთ. იმიტომ რომ კარგად ვიცით, სადაც ვაბიჯებთ, ყველა სივრცეში, რა თქმა უნდა, თავისი წესებია და ამ წესებს პატივი უნდა ვცეთ ყველა. კეთილი. რას გიმზადებთ სექტემბერი? რას გიმზადებთ სექტემბერი? პირველი ვარიანტი. რას გიმზადებთ სექტემბერი? ლაბორატორიდი. ძალიან დიდ სიხარულს გიმზადებთ, ვიქნები ბანალური და გეტყვით. ბანალურად ასე, უბრალოდ. თასების ტუზი. სექტემბერში რაღაცა თქვენი კონკრეტული სურვილი შესაძლებელია ასრულდეს. შესაძლებელი არა, უცებად ასრულდება. ეს იქნება თქვენთვის შეგრძნება, როდესაც ამობრუნდა რაღაც თქვენს რეალობაში თქვენთვის წარმოუდგენლად ლამაზი სცენარი და წარმოუდგენლად ლამაზი იდეით, წარმოუდგენლად ლამაზი დასაწყისით, ხო, როდესაც აი სუნთქვა გეკრება, ეს იმდანად გახარებს და იმდანად გიხარია ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს კოლოსალურ სიხარულს და ბედნიერებას და სურვილის ასრულებას და უდიდესი ბედნიერების განცდას ეხება. ნახოთ. რა არის ის, რაც თასების ტუზში გამყოფებთ სექტემბერში? რას ეხება ეს უზომოდ დიდი სიხარული? მეტყვი. საქმე, რომელიც შეფერხებული იყო, გაიხსნება.
შესაძლებელია იყოს საქმის ტრიუმფალურად ძალიან დიდი გამარჯვებით დაგვირგვინება. იმიტომ რომ ეს არის მეტლე. მეტლემ გააკეთა თავის არჩევანი. მეტლემ ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ტრიუმფი მიეღო, ხო? იმიტომ რომ სხვათა შორის ეს შეიძლება რა თქმა უნდა მეტლია ეს მოძრაობა არის ეს რაიდო ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გადაადგილებასთან ადგილმდებარეობის შეცვლასთან ძალიან დიდ შთაბეჭდილებებთან რომელსაც ვთქვათ გარკვეული მოგზაურობის შედეგად მიიღებთ. სიხარული რომელიც გზაში შეგხვდებათ ესეც აბსოლუტურად შესაძლებელია. რას მოგიტანთ კიდევ სექტემბერი? რა თქმა უნდა ვიღაცებს ეს არ მოეწონებათ. რა თქმა უნდა ეს ვიღაცებს არ მოეწონებათ, ამისათვის ვისათიყავით, იმიტომ რომ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, რომ თქვენს ეტლის ბორბალს, რომელსაც ატრიალებთ, რაიმე დაახვედროს ხო გზაზე, რომ მოძრაობა შეუფერხოს ან რაღაცა გაჩხიროს შიგნით, რომ ბორბალმა აღარ იტრიალოს, შეაჩეროს თქვენი მოძრაობა. ეს ესეთი ამ ზაკომპოდლასია, როდესაც რაღაცები ძალიან კარგად მიდის, ყველაფერი იდეალურად, მაგრამ ვიღაცა უცბად გამოვა და ეს არის ვიღაცა, თქვენ შემთხვევაში, რომელსაც ეს არ მოეწონება. თქვენთვის ეს კონფლიქტი ძალიან მძიმე იქნება, თქვენთვის ეს ძალიან მძიმე იქნება უშუალოდ აი ამ პროცესებში აღმოჩენა, ხო, როდესაც ვიღაც შეეცდება, რომ ეს დღესასწაული გაგიფუჭოთ, მაგრამ აქ კარგი ის არის, რომ მიუხედავად აი ამ სირთულეების და პროვოკაციების გამოჩენისა თქვენს გზაზე, თქვენ ამას ძალიან დიდი წარმატებით მოჭრით თქვენი რეალობიდან და ექვსიანების კვერთხები. ასობად გამოხვალთ გამარჯვებული. გამარჯვებული და მიხვდებით, რომ ზოგადად, როდესაც ადამიანი დღესასწაულს შედა, როდესაც ადამიანი კარგ განწყობაზეა და როდესაც იგრძნობთ, ხო, რომ აი რაღაცა პარაზიტი შემოდის და უნდა რომ ეს დღესასწაული გააფუჭოს, უნდა რომ სუფრაზე ხელი აგიკრათ, ხო, უნდა რომ განწყობაში რაღაცა ისეთი გითხრათ, თან ესე ძალიან ლამაზად შეფუთული სიკეთით და ზრუნვის ხმით, ხო, კარგად ვიცით ეგრეთ წოდებული ტოქსიკური მზრუნველი და გადამრჩენლები ბლომად არიან ჩვენს ირგვლივ, ხო, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, რომ სიკეთის სახელით გაგიფუჭონ განწყობა. არავის არ მისცეთ ამის უფლება, რომ თქვენი დღესასწაული გააფუჭოს. ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი. იმიტომ რომ ეს თქვენი წარმატება და გამარჯვება ზუსტად აი ამ ფუთფუთა პარაზიტებს ზედაპირზე ამოიყვანს. იმიტომ რომ გახიზიანდებიან. იმიტომ რომ შეეცდებიან ეს დღესასწაულის კარგი განწყობა გაგიფუჭონ და თქვენს მოძრაობაში უკან დაგხიონ. აიცი მე ვიცი ისტორია რომ ჩემი ნათესავის ნათლის ბაბუის იმას რა ქვია მეზობელს აი ასე მაგრამ საქმე კარგად არ წაუვიდა ხო ვიღაცების მაგალითებით. კარგად დაიმახსოვრეთ სხვების გამოცდილებით და სხვების მაგალითზე ჩვენ ვერაფერს ვერ ვისწავლით. ეს რა გამორიცხული. აი იმის მაგალითზე რატო არის ვერ ვისწავლის იმის მაგალითია. ეს თქვენი მაგალითია. ამიტომ არავის არ მისცეთ უფლება და ეს თქვენი გამარჯვება იქნება ერთგვარი ფილტრი რომელიც ძალიან კარგად გამოაჩენს აი კეთილმოსურნეებს ბჭყალებს რომელსაც ვითომ და ძალიან უხარიათ თქვენი მაგრამ აქ მგონია რომ არ იქნება ეს აქ უფრო პირდაპირ აგრესია მეტად იკითხება ვიდრე სიკეთეს და მზრუნველობას ამოფარებული პასიური აგრესია. დაგემშვიდობებით. პირველი ვარიანტი, გაითვალისწინეთ. მეორე ვარიანტი. სექტემბერს აქ იმსადებთ. სექტემბერი რას გიმზადებთ უბრალოდ? დავფიქრდი რაღაც არასწორად. რას გიმზადებს სექტემბერი? პირველი არკანი ეს იქნება ერთგვარი სიგნიფიკატორი და ამოდის შვიდიანების ხმლები. რობისგან მოდის ეს მაიმუნი მამაძაღლი ვნახოთ. რას გიმზადებთ სექტემბერი? აი თქვენ შემთხვევაშიც ძალიან საინტერესო გადაწყობა ხდება, იმიტომ რომ სექტემბერში თქვენ აღმოაჩენთ თქვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ ზოგიერთი მათგანი
აქ მოდის აი პირველ ვარიანტში ვისაუბრე ეგ ზრუნვის სახელით შეფუთულ აგრესიაზე ან პირდაპირ აგრესიულ ადამიანებზე რომლებიც თქვენს მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი ხო ეს შეიძლება იყოს ერთი ან შესაძლებელი იყოს რამოდენიმე ადამიანი ხო ან მაგალითად სიტუაცია როდესაც კონკრეტულ ადამიანს მშრალზე ამოიყვანთ და მიხვდებით რომ ეს არ იყო ის ადამიანი ვინც თავად წარმოგიდგინათ თქვენ ხო ანუ ვიღაცას ნიღაბი ან მინიმუმ ორ ადამიანს ნიღაბი ჩამოვარდება თქვენს რეალობაში თქვენ ამ ყველაფერს ძალიან წარმატებით გაიყვანთ ბოლოში ნამდვილად თქვენთვის როგორ გათამაშდება ეს შვიდიანების ხმლები უკაცრავად აი არკანები გამიცვლებდა ხელიდან რაც ნიშნავს იმას რომ თქვენთვის შესაძლებელია ეს ინფორმაცია საკმაოდ შოკის მომგვრელიც იყოს, იმიტომ რომ ეს ძალიან ახლობელი ადამიანისგან მიიღოთ. თქვენ რას მიიღებთ ამ სიტუაციიდან? მე ამას მინდა რომ შევხედოთ. თქვენ რას მიიღებთ აი ამ სიტუაციიდან? თქვენ რას მიიღებთ აი ამ სიტუაციიდან? თვარე ახაცა ტყუილი უნდა გაცხადდეს როგორც სიტყვიან. რაღაცა რაც დაფარული იყო, უნდა გაცხადდეს. თქვენ იმპერატორი ქალი ხართ. თქვენ იმპერატორი ქალი ხართ და რუიანების კვერთხები მნიშვნელოვნად შეიცვლება სიტუაციები თქვენს სირგვლივ. როგორ შეიცვლება? ხუთიანების თასები, იეროფანტი, კვერთხების. ძალიან საინტერესო გაკვეთილს გაივლით. ძალიან საინტერესო გაკვეთილს გაივლით და მე ბევრჯერ მაქვს დახურული ჯგუფში ნათქვამი რომ სხვათა შეიძლება ბევრი მათგანი ახლა აქ იყოს რადგან დახურული ჯგუფი ვახსენე ხო ამ ვარიანტს ერჩევდეს რომ ბუმერანგი ბუმერანგად და ბუმერანგის პრაქტიკა ყოველთვის ერთ-ერთში მუშაობს მას ყოველ წელიწადში ორჯერ ტარდება ხოლმე დახურულ ჯგუფში პროფილაქტიკის მიზნით მაგრამ ბუმერანგი ბუმერანგად მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგვეწყდეს ის რომ თუ კი ადამიანმა ჩვენ სივრცეში შემოაღწია დაგვაზიანა და რა ვიცი ბუმერანგს მე არ ვაკეთებ დახურულ ჯგუფში იმიტომ რომ ვიღაცამ ცუდად შემომხედა ან უბრალოდ რაღაცა გამლანძღა რაღაცა თუ გაგლანძღა ისეთი გალანძღე რომ მეორედ აღარ ქონდეს სამი სურვილი ხო ან თუ ისე შემოგხედა რომ არ გესიამოვნო ისე შეხედე რომ თვალები წირს დახაროს ხო ჩვენ აქვს აუბრობთ სერიოზულ აი შევიწროვება ძალადობა ასეთ ფსიქოლოგიური ძალადობა ასეთ მძიმე ფაქტორებს ვსაუბრობთ ხო ახლა ნამდვილად არ ვაწუხებთ სამყაროს როგორც იტყვიან ესეთი პატარ-პატარა პროვოკაციების გამო ხო მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგვაუწყდეს რომ თუ კი ადამიანმა დაგვაზიანა ეს ჩვენთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს ეს ჩვენთვისაც გასაგები უნდა იყოს რომ ეს იმიტომ მოხდა რომ მე სადღაც დაცვა არ მიყენია ესეთი როგორც უნდა მეყენოს ხო როგორც ენერგეტიკული ასევე ზოგადად ესე იგი სადღაც იმაზე მეტად ვენდე ვიდრე უნდა შემომეშვა ადამიანის სივრცეში სადღაც რაღაცები შევასუსტე სადღაც ვერ ვიყავი უფრო მეტად წინ დახედული ხო ეს ერთგვარი აღნიშნულია იმისა რომ თქვენს რეალობაშიც არის გარკვეული პრობლემები და ამით გაკვეთილს ისწავლით თქვენ მეორე ვარიანტი აუცილებლად ისწავლით გაკვეთილს ძალიან გული დაგწყდებათ გაფრთხილებთ გული დაგწყდებათ მაგრამ ქურუმი კვერთხების დედოფალი ეს არის კიდევ ერთი უბადლოდ მიღებული გაკვეთილი სამყაროსგან. როდესაც თქვენი მწუხარება, თქვენი რაღაცა ეს ხო გაცხადდება, როგორც იტყვიან. და თქვენთვის ეს ერთდროულად იქნება გაძლიერებისა და ადამიანური გულისწყობის ამბავი, მაგრამ გაძლიერება აუცილებლად. გაძლიერება აუცილებლად. რა იქნება თქვენთვის თავარი გაკვეთილი სექტემბერში? ესე მინდა ვიკითხო მეორე ვარიანტისთვის. ცით არის მეორე ვარიანტი არის აქ რაღაც ისეთი ინფორმაცია რომლის გაჟღერებაც ახლა საჯაროდ არ მინდა იმიტომ რომ ბევრი მისმენთ
მაგრამ მთავარი გაკვეთილი იქნება იმაზე, რომ ისწავლოთ გაშვება იმისა, რომ გაქვთ მოლოდინები, რომ რაღაცები შეიცვლება. რომ ვიღაცები შეიცვლებიან. რომ ეს ყველაფერი აღარ შეიძლება რომ იყოს სამხრივი. რომ ეს ყველაფერი აღარ შეიძლება იყოს მხოლოდ გაეცი და არაფერი არ დამიბრუნე უკან. კი. ენერგიას დახარჯავთ ფერს ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა. ნუ, კიდევ მეორე ყოველთვის არ ვიცახი, არ არის საჭირო. ენერგიასაც ბევრს დახარჯავთ. მაგრამ სამაგეროდ ძალიან ძვირფას გაკვეთილს მიიღებთ. ადამიანურ ურთიერთობებში. შეგრძნება მაქვს, რომ მებრძოლები ხართ, რომლებსაც მეორე ვარიანტი იმასაც სამყარო წვრთნის, რომ ასწავლოს რა არის საკუთარი ღირებულებები, ფასეულობები, საზღვრები და ასე შემდეგ. მესამე ვარიანტი. თქვენ რას გიმზადეთ? თქვენ რა მოგიმზადეთ სექტემბერმა? ჩვენიერი ენერგია იმისთვის, რომ თვალი გადაავლოთ და დაფიქრდეთ ზოგადად პირველ რიგში საკუთარ შემოსავალზე, ფინანსებზე, ახალი ბიზნეს იდეა შეიძლება, ან წყარო ვთქვათ, ახალი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს თქვენს ფინანსურ ენერგიას. კარგი ბიზნეს ტვინით შედიხართ თქვენს სექტემბრის ენერგიებში. ხო, ანუ მაჩვენებს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მოცული იმით, რომ როგორ გამოვიმუშავო, სად გამოვიმუშავო და როგორ გავაორმაგო ჩემი რესურსი. და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს სექტემბრისთვის დამახასიათებელი პენტაკლური ენერგიები გექნებათ ნამდვილად. კიდევ რა გელოდებათ სექტემბერში? და რას მოიტანს? სამშაბათო. თავიდან ბოლომდე მაჩვენებს, რომ იქნებით აქტიურ სივრცესაც კარგად მიაწვევით თქვენი ენერგიებით, რომ რაც შეიძლება მეტი მიიღოთ თქვენს მიერ ჩადებული შრომის საფასურად. ნახეთ, როგორი რაღაც არის მე აქ მაჩვენებს, რომ სექტემბერი თქვენ კიდევ უფრო მეტად გაგზრდით, როგორც ადამიანს, რომელმაც კიდევ უფრო მეტად ისწავლა ფინანსებთან ურთიერთობა. ასე რომ თუ კი სექტემბერში გარკვეული სირთულების გადალახვა მოგიწევთ და აქ იქნება, მაგრამ არ ინერვიულოთ, თქვენ ამ სირთულებს აუცილებლად გადალახავთ, იმიტომ რომ გაქვთ ამის ძალაც, ენერგიაც, ინფორმაციაც, პროფესიონალიზმით შეიძლება ასე ითქვას. საერთაშორისო ეს შეიძლება იყოს აქტიური სწავლების პროცესი, რაღაცის გადახარისხების, გადატვირთვის, ანუ ცვლილებების პროცესი, ხო, როდესაც იწყება აქტიური მოძრაობა, როდესაც ვთქვათ სექტემბერში შედიხართ თქვენს ფინანსურ ენერგიაში სხვა ფორმით, ხო? ეს ძალიან გავს იმას, რომ მაგალითად მაქვს რაღაცა კონკრეტული ტანსაცმლის სექცია, სიტყვაზე ვამბობ და მინდა რომ კიდევ ერთი სექცია მივუმატო, ხო? ეს ყოველთვის ენერგო დაღლადი პროცესი არის, ყოველთვის რაღაც ფუსფუსთან არის დაკავშირებული, ყოველთვის სირთულების გადალახვასთან, რაღაცების დაალაგებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ აქ მაჩვენებს, რომ ყველაფერი გამოგივა და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესეთ ბიზნეს ტვინით შედიხართ სექტემბერში, ეს იმიტომ რომ ეს ყველაფერი მომწიფდა. და თქვენ გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი მომწიფდა. და ამიტომ შესაბამისად შეიძლება გაქვთ კონკრეტული სამსახური და გინდათ რომ რაღაცა თქვენი პატარა საქმე იმუშავეთ ამაზე, იმიტომ რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. და გაქვთ და გძალუცთ აი ამ ბალანსის შენარჩუნება. ორგანების პენტაკლების შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. ძალიან პენტაკლურ ენერგიებში ხართ. ძალიან. რჩევა თქვენთვის სექტემბერში ესე მინდა ამოვიხო. ფინანსებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქით მივდივართ. იყავით სამართლიანი, მოაწესრიგეთ თქვენი თითოეული დოკუმენტი,
ყველაფერი უნდა გქონდეთ წესრიგში. და რა თქმა უნდა სამართლიანობა და კიდევ ერთხელ სამართლიანობა არ უნდა დაგვავიწყდეს. არ შეგეშინდეთ ახალი ენერგიების შემოტანა თქვენს ფინანსებში, ანუ ახალი წამოწყება, რაც პრინციპში ზემოთ აჩვენა, ხო? გაფრთხილება არის, რომ თქვენ გაქვთ ამის ენერგია, უბრალოდ ინფორმაციულად, დოკუმენტურად ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში. და არ უნდა დაარღვიოთ ბალანსი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეს ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად იცით. და გაფრთხილება ის, რომ ძალა და პოტენციალი დიდია და გამოიყენეთ ეს ყველაფერი სწორად. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, თქვენთან იყო არის და იქნება ნინო. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.